უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით? აი ჩეთ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი. პირველი, მეორე, მესამე. შეგიძლიათ მოდუნდეთ, რამდენჯერმე ჩაისუნთქოთ, ღმერთთან მოისუნთქოთ, შეხედოთ ინტუიციურად და ისე აირჩიოთ ვარიანტი. პირველი, მეორე, მესამე. დავიწყოთ პირველი ვარიანტის განხილვით. სანამ განხილვას დავიწყებ, მაინც ყველას გისურვებთ წარმატებულ კვირას, ბედნიერებას, სიყვარულით და სიხარულით სავსე პოზიტიური კვირა გქონოდეთ. პირველ ვარიანტს რაც შეგეხებათ. კვირა დაიწყება საკმაოდ კარგად. დადებით ენერგიებში გქონდეთ, რაღაცა კმაყოფილებაშიც კი ხართ, გახარებულები, ნასიამოვნები პოზიციებში გახართ და ესეთი თავდაჯერებულები ხართ, თითქოს რაღაცა შედეგს მიაღწიეთ და გიხარიათ კიდეც ამ ყველაფრის მიღწევა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ აი მეორე ნახევარი კვირის შეიძლება რაღაცა ისეთი ინფორმაცია შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. ან არასასიამოვნო საუბარი იყოს, ან ვიღაცის მხრიდან უხეშობა წამოვიდეს, რომ ცოტა გული დაგწყვიტოთ და კრიზისში ჩაგაგდოთ სიტუაცია. მაგრამ შეიძლება რაღაცა ისეთი არ იცოდით, რომ ესე უნდა იყოს, ან მოულოდნელი ინფორმაცია გაჟღერდეს, რომელიც არა მარტო ემოციურად, არამედ მატერიალურად, ფინანსურად, რესურსულად გაიძულოთ რთულ სიტუაციაში ჩავარდეთ. ანუ თავიდან ხო კომფორტის ზონაში ხართ ეს დასაწყის პერიოდში და მერე გაიძულებენ, რომ გამოხვიდეთ ამ კომფორტის ზონიდან და შეხვიდეთ კრიზისში. შესაძლებელია აქ მარტოც არ იყოს და თქვენთან ერთად სხვა ადამიანები ან სხვა სიტუაციის ვიღაცა სხვა პიროვნებებიც იყვნენ, ვისთან ერთადაც მოგიწევთ ამ სირთულის და რთული პერიოდის გადალახვა, მაგრამ ეს პერიოდი აუცილებლად გასავლელი იქნება. დიდხანს ვერ დარჩებით კომფორტის ზონაში, თუმცა დაძლევადია მაინც ეს სირთულე და მისა მიღწევადია წარმატება. რაც შეგეხებათ მეორე ვარიანტს. მეორე ვარიანტს პირველ რიგში ასეც ვხედავ, რომ შესაძლებელია დახმარება გქონდეთ პიროვნებისგან, საკმაოდ ისეთი ძლიერი ენერგიის მატარებელი იყოს ეს ადამიანი და დაგიდგეთ გვერდში და გარკვეული მხარდაჭერაც მოგცეთ. შეიძლება ფინანსურიც იყოს, შეიძლება ენერგეტიკულად თქვენს გვერდით გაგრძნობინოთ თავი, ძალიან გიჭირდეთ და სწორედ მაშინ იყოს თქვენს გვერდით, როცა ყველაზე რთული მომენტი გიდგა ცხოვრებაში. ასევე ვიტყოდი, რომ ეს პიროვნება ცოტა ჯიუტი არის და ცოტა რთული ხასიათების პიროვნებაც არის და თავისებური და მარტივად არ ტყდება ეს ადამიანი, მაგრამ გარკვეულ მხარდაჭერას მაინც ააკეთებს და სტაბილურად თქვენს ცხოვრებაში ჩანს. იქნება. ერთი რასაც ვხედავ აი ამ ადამიანთან დაკავშირებით, რაღაცა გულის წყვეტას ვხედავ მაინც, რომ გაქვთ, კი თქვენ ცხოვრებაში არის, კი თქვენთან ჩანს, მაგრამ თქვენ გულდაწყვეტილი ჩახართ მაინც საკმაოდ ამ ადამიანისგან. აი შეიძლება მეტი გინდათ და ბალანსი გერღვევათ, შეიძლება თქვენ იმდენი გაეცით ადრე თავის დროზე, რომ ეხლა უკვე რასაც არ უნდა აკეთებდეს, ვეღარ იგებდეთ თქვენს გულს და მაინც იმ ძველ ემოციებში და დარდებში და ფიქრებში იყოთ. არის ეს მომენტიც. თუმცა კარგი მაინც ის არის, რომ თქვენი სული ახალი განვითარების ეტაპს იწყებს და უკვე ხდება, რომ რაღაცები უნდა შეცვალოს, რაღაცები უნდა გაიაზროს სხვანაირად. აქ შეიძლება ემოციური, როგორ თქვა, თავგადასავლების დაწყების დრო იყოს, შეიძლება ფიზიკური გადაადგილებაც იყოს, ან ერთი ადგილიდან მეორე სივრცეში წასვლა. შესაძლებელია უბრალოდ აქ ემოციები გჭირდებათ ახალი განცდები, რადგან ძველმა უკვე თავისთავი ამოწურა და სიახლეებისკენ სწრაფვის სურვილი გაგიჩნდეთ. თუმცა შეიძლება ცოტა მტკივნეულიც იყოს მაინც ძველთან განშორება მარტივად და ადვილად არ მოხდეს. რაც შეეხება მესამე ვარიანტს. მესამე ვარიანტისთვის კვირა ტრანსფორმაციულია, შესაძლებელია უკვე დაწყებულიც არის ეს პროცესები და ეს არ არის ერთი დღის პროცესი და ერთი დღის ეტაპი. აქ შეიძლება უკვე რაღაცა შეიძლება თვეც კი გრძელდება, ან თვეები გრძელდება რაღაცა სიტუაცია, რომელშიც იმყოფებით მესამე ვარიანტის წარმომადგენლები და ეს თქვენ ძალიან ეწინააღმდეგებით, რასაც აქ ვხედავ, აი როგორ სიტუაცია იცი მაქსიმალურად გინდათ არსებული სიტუაციის და ვითარების შენარჩუნება, არ გინდათ ძველის გაშვება, აი ებღაუჭებით როგორც შეგიძლიათ. შეიძლება სიტუაცია არ გაძლევთ გასაკანს, რომ უბრალოდ ადგეთ და წახვიდეთ თქვენი რაღაცების შეცვალოთ და ამიტომ, მაგრამ აი სამყარო რო გეუბნებათ, ცხოვრება რო გეუბნათ, რომ გამოფხიზლდი, დროა დაიწყო ცვლილებები. მაგრამ თქვენ მაინც რო ჯიუტობთ, თან რაღაცა შემოთავაზებებს არ იმჩნევთ, ცოტა მოწყენილები ხართ, თითქოს თქვენთვის გინდათ გარიყულად ყოფნა, რაღაც მარტოსულობის განცდები მოდის ძალიან ბევრი. შეიძლება ვიღაცები რაღაცებს გეუბნებიან, ძალიან ბევრ რაღაცას გარიგებენ, რჩევებს გაძლევენ, შეიძლება ძალიან ბევრი ხმაურიც იყოს თქვენ სიკვდილ, ძალიან ბევრი ქაოსიც და თქვენ ძახით რომ უბრალოდ ჩემთვის მინდა რომ ვიყო, დამტოვეთ უბრალოდ ჩემთვის და დაცადეთ ჩემს თავში გავერკვე, ანუ რაღაც ესეთი მომენტები გაქვთ რა, ცოტა მოწყენილობაც გაქვთ და მაქსიმალურად სიმშვიდის შენარჩუნება რო გინდა, შეიძლება ფიქრობთ რომ ეხლა რო თქვენ დაიწყოთ რაღაც ახალი ცვლილებები, მზად არ იყოთ, ან ახლიდან კიდე რაღაცა ძველის დანგრევის თავი არა გაქვთ,
გაქვთ ან სურვილი არა გაქვთ, ცოტა რთული კვირა კი არ არის რთული, პერიოდია რთული და კვირა შესაბამისად არის გარკვეული ტრანსფორმაციების დიდი ცვლილებები არ გიჩვენთ ამ კვირაში, უმეტესად მაინც ერთ ადგილას გაჩერებული სტაბილურ ენერგიებში ხედავთ, გახსნილებიც არ ხართ დიდად სიახლეებისთვის, თითქოს უფრო თქვენ სამყაროში იკეტებით, თქვენ სივრცეში და სიმშვიდეს და სიწყნარეს ამჯობინებთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი გვერდი. მადლობა ყურადღებისთვის.